გამარჯობა მეგობრებო, ჩემი სახელია ნიტა მევაშვიძის და მე დღეს გასწავლით როგორ უნდა დავხატოთ ჭიამაია. დღეს ჩვენ დაგვჭირდება ფურცლები, რა თქმა უნდა, აბარაზე უნდა დავხატოთ. სათლელი, საშლელი, ფანქარი, ფლომასტერები. ახლა ვიდეოს არ ავაჩქარებ, იმიტომ რომ თქვენს ჩემთან ერთად ნელა დახატოთ. მეგობრებო, და დავიწყეთ. მოკლედ პირველი აქვავლებთ ესე ხაზს. აი. ესეთ ხაზს ახლა ძალიან კარგად არ ჩანს, მაგრამ მოკლედ აქ ხატავთ. აი ესე. ცოტა შემეშალა. ეგ არაფერი აწავშლით უცბად. აი ესე ვხატავთ. ხო, მე რა ვაკეთებ შიგნით აი ესეთ ბურთებს. აი ესე. ახლა ვაკეთებთ პატარა თავს. აი ასე. და აი ასე. მეგობრებო, ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მოკლედ, აქ ვხატავთ რამდენიმე ყვავილს. ერთი წუთით. ხო, ახლა ცოტა განსხვავებულ ყვავილს. მეგობრებო, ესეთი გამომივიდა. მეგობრებო, ახლა დავხატოთ პეპელა. ესეთი გამომივიდა. კაი, და ახლა მზე და ღრუბლები. აი, ასე. მეგობრებო, ახლა გადავდივართ გაფერადებაზე.
გაინტერესებთ შედეგი? კომენტარებში დამიწერეთ კი თუ არა. ახლა კი განახებთ. ესეთი გამოვიდა, ძალიან საყვარელია. ნახეთ როგორი ლამაზი ფერებია ზაფხულივით. მეგობრებო, ვიცი რომ ეს ნახატი ცოტა ბავშვურია, იმიტომ რომ ჭიამაია და ყვავილები ერთი ზომის არიან. რაღაცა პეპელა და ღრუბელი ერთი ზომის. ზეც რო არ არის ესეთი კი ვიცი. უბრალოდ ამ ნახატით მინდოდა გადმომეცა ზაფხული, ცოცხალი ფერები, გაშლილი ყვავილები და ლამაზი ჭიამაია. და ჩემი აზრით, ჩემი ჩანაფიქრი ლამაზი გამოვიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? დახატავთ ესეთ ნახატს თუ არა? კომენტარებში დაწერეთ. მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო ამით ამოიწურა. დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი უფრო მეტი ვიდეოებისთვის. ნახვამდის!